მადლობისა თქვენ უყურებთ ქრონიკას ახალ ამბებს სოფო ცერცვაძე გაგაცნობთ. რუსთავში სოკოთი 7 ადამიანი მოიწამლა, აქედან ერთი ბავშვია, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი 6 ადამიანის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა. ისინი თბილისის სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან მოთავსებულები. ინტერნატების დასახლებაში მცხოვრები შუალიძეების 6-სულიანი ოჯახის 4 წევრი სოკოთი მომზადებული კერძით მოიწამლა. ისინი ამჟამად ტოქსიკოლოგიის ცენტრში მკურნალობის კურსს გადიან. მოწამლულია ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეზობლების თქმით მძიმეა. შუალიძეების მსგავსად ჭყონდიდელის დასახლებაში სოკოთი მოწამვლის ფაქტი კიდევ ერთ ოჯახში დაფიქსირდა. 6 ადამიანია მოწამლული და ერთი ბავშვი. ბავშვი არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მას ახლა ჭირდება ღვიძლის გადანერგვა. ერთი ადამიანი არის რეანიმაციაში, დანარჩენი გადიან მკურნალობას. როგორც მე ვიცი, სათევზაოდ იყვნენ წასულები, სადღაც ჯანდარაზე თუ არ ვიცი, იქ ტბა ყოფილა. იმ ტბის გარემარე არეში შეგროვეს სოკო, ვითომ ქამასოკო. რუსთავში სოკოთი მოწამლულმა პაციენტებმა მწვავე ინტოქსიკაციით თავდაპირველად რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოს მიმართეს. როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, პაციენტებმა საკვებად მინდვრის სხვადასხვა სახეობის სოკო მიიღეს. პაპუნა ბახტაძის განცხადებით, პაციენტებს ფაღარათი, პირღებინება და მაღალი სიცხე აღენიშნებოდათ. თავდაპირველად მათ პირველადი დახმარება რუსთავის სამედიცინო ცენტრში გაეწია, თუმცა მოგვიანებით მათი გადაყვანა ტოქსიკოლოგიურ ცენტრში გახდა საჭირო. ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს მოსახლეობას ამ ბუნებაში მოპოვებული სოკოს მოკრეფისას და მერე შემდგომში მისი გამოყენებისას. აღნიშნულია ორი შემთხვევა, როდესაც თბილისში მოხდა გადაყვანა პაციენტების მდგომარეობის დამძიმების გამო. ექიმები მოსახლეობას ბუნებაში მოპოვებული სოკოს საკვებად გამოყენებისას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. პრობლემა, რომელიც უკვე 21 წელია აქტუალობას არ კარგავს, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახები საკუთარ ქვეყანაში დღემდე საცხოვრებელი ფართის მოლოდინში არიან. ერთ-ერთი მათგანი ღვინჯილების ოჯახია, რომელიც რუსთავში დასახლდა. აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი ოჯახის პრობლემებით ქრონიკის გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რომლის შესახებაც ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ. დაბრუნება თუ იქნა აქედან ფეხი წავა რუსთავიდან სოხუმამდე. ეს მაქვს გავისა იმედი და დათქმული რომ თუ ვისოცხლე მანამდე ფეხი წავა რუსთავიდან სოხუმამდე. ემა ღვინჯილია იმედს არ კარგავს, რომ ის საკუთარ მიწა-წყალზე, საიდანაც 21 წლის წინ დევნილად იქცა, აუცილებლად დაბრუნდება. ღვინჯილიები რუსთავში პირველად 12 წლის წინ დასახლდნენ. ამჟამად მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ დევნილთა შემწეობაა. შემოსავლის წყარო რა არის და 45 ლარი მაქვს დევნილების შემწეობა. ავამტყოფი ქალი ვარ. და ფიზიკურად ამას მუშაობა არ შემიძლია. აფხაზეთიდან დევნილ ღვინჯილიების ოჯახს უკვე რამდენიმე წელია ამ ფიცრულში უწევთ ცხოვრება. უამიდობის დროს აქ ისეწვიმს როგორც გარეთ. დევნილები დახმარებას მთავრობას თხოვენ. ფიცრული, სადაც ახლა დევნილი ოჯახი ცხოვრობს, ოფიციალურ დოკუმენტში შენობა ნაგებობად არის შეყვანილი. მათი თქმით, სწორედ ეს ართულებს მათთვის ბინის მიღების პროცესს. სამინისტროში ვიყავით არაერთხელ, ყველაზე მეტი განცხადება ალბათ ჩვენ აგვაქვს დაწერილი და აღნიშნული გვაქვს ეს ყველაფერი რაც დღეს აქვს. და ალბათ ის უშლის ხელს შენობა ნაგებობებით რო არის ჩაწერილი. დაწერილი აღნიშნულია გაფორმებულ იმაში შენობა ნაგებობით. ჩვენ დავინტერესდით რა ინფორმაციას ფლობდა დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა აღნიშნული ოჯახის შესახებ. ამიტომ ოფიციალურ პირს ჩანაწერის ნაწილი ვანახეთ. აღმოჩნდა, რომ სოზარ სუბარის უწყება აღნიშნული ოჯახის საცხოვრებელ პირობებს კარგად იცნობს. მერაბ გოგსაძე აცხადებს, რომ არც ერთი დევნილი სამინისტროსგან ბინის გარეშე არ დარჩება. ამ ოჯახში იყო მივნილებული ჩვენი კომისია, რომელსაც შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გადაეგზავნა დევნილთა სამინისტროს. რათა კომისიამ განიხილოს ეს საკითხი. არა მარტო ეს ოჯახი, არამედ მრავალი ოჯახი ასეთ პირობებში დევნილთა სამინისტროს ზრუნავს მაგათზე და უახლოეს პერიოდში ყველა დაკმაყოფილებიან საცხოვრებელი ფართით. დევნილთა სამინისტროს გეგმის მიხედვით საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით პრობლემები იძულებით გადაადგილებულ პირებს რუსთავში სრულად 2016 წლამდე მოუგვარდებათ. დღეს მდგომარეობით ქალაქში სახლს 250-მდე დევნილი ოჯახი ელოდება.
რუსთავ ქალაქობა 2014 თვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. დღესასწაულზე ქალაქში არაერთი სპორტული ღონისძიება გაიმართება. სად და რომელ სახეობებში შედგება შეჯიბრებები ნახეთ ჩვენ სიუჟეტში. რუსთავ ქალაქობა ტრადიციულად მარათონით გაიხსნება. გარბენის სტარტს 10 საათზე რუსთავის შემოსასვლელიდან აიღებს და მერიის წინ ცენტრალურ მოედანზე დასრულდება. მარათონში მონაწილეობას რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ. გარბენის დასრულების შემდეგ მერიის წინ შეჯიბრის სტრიტბოლში გაიმართება. ცენტრალურ მოედანზე ტურნირი ჭადრაკის მოყვარულებისთვისაც შედგება. გაიმართება მარათონი სპორტულ გარბენში დილის საათებში ეს იქნება 10 საათზე, რომელიც იქნება რუსთავის შემოსასვლელიდან ცენტრალურ მოედნამდე. მონაწილეობას ღებულობენ სკოლის მოსწავლეები, ასევე მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება სტრიტბოლი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სპორტ სკოლის სპორტსმენები და ჭადრაკი, რომელიც იქნება თავისუფალი მონაწილეობით. 18 და 19 ოქტომბერს სპორტული ღონისძიებებით იქნება დატვირთული რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკიც. ადგილზე ტურნირი გაიმართება ქართულ ჭიდაობაში. საჩვენებელ გამოსვლებს გამართავენ მხატვრული ტანვარჯიშისა და ნიჩფოსტების წარმომადგენლები. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალურ მოედანზე დაგეგმილი ღონისძიებების გარდა გაიმართება სპორტული ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკში. რუსთაველი ნიჩფოსტები გამართავენ საჩვენებელ ჩვენებას, ასევე გაიმართება ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. და იყოს გასართობი პროგრამები ბილეტი ბავშვებისთვისაც, მოზარდებისთვისაც. და ეს ზემია, ქალაქის ზემია და ქალაქის ზემში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ყველას ის კარგია, ახალგაზრდების და დედების ყველას ის ასეა, და კარგი. ცოცხლდება ქალაქით. კარგია რომ ამდენი ღონისძიება იმართება რუსთავ ქალაქობას რუსთავში და მეც ვაპირებ რომ მონაწილეობა მივიღო. რუსთავ ქალაქობის მეორე დღეს 19 ოქტომბერს გამარჯვებული გამოვლინდება მინი ფეხბურთში. ფინალი ფოლადის სტადიონზე 11 საათზე გაიმართება. ხშირ შემთხვევაში გზას არ უთმობენ და ქვეითები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების ელემენტარულ ნორმებს არ იცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკით საქართველოში ყოველდღიურად 14-მდე საავტომობილო შემთხვევა ფიქსირდება. საგზაო შემთხვევის მონაწილეებიდან საშუალოდ ყოველი მესამე ფეხით მოსიარულია. რატომ იქმნება ქაოსი ქალაქის ქუჩებში? ქრისტინა ასლამაზაშვილი გიამბობთ. ეს რუსთავის ცენტრალური ქუჩაა, რომელზეც ჩვენი გადამღები ჯგუფის კამერა რამდენიმე წუთის განმავლობაში იყო ჩართული. საავტომობილო გზის მონაკვეთს აქ ფეხით მოსიარულეები არც თუ იშვიათად კვეთენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ყოველდღიურად საქართველოში მძიმე კატეგორიის 14-მდე ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება, რის შედეგადაც ათეულობით ადამიანის სხეულის მძიმე დაზიანებას იღებს. მათგან ერთი იღუპება, ყოველი მესამე კი ფეხით მოსიარულია. მაღალი სიჩქარით გადაადგილება უსაფრთხოების დაბალი კულტურა საგზაო მონაწილეების მხრიდან და შედეგი, რომელიც საბოლოო ჯამში ქალაქის ქუჩებში ქაოსს ქმნის. რას ფიქრობენ ქვეითად მოსიარულეები? ქრონიკამ რუსთავის ქუჩებში გამოკითხვა ჩაატარა. ჩუქრიშანზე როცა არის წითელიანთებული, ხშირად გადავდივართ, ანუ როცა ფეხით მოსიარულეების წყნარი ძანთებული, ამის გამო ხშირად ვუქმნით პრობლემებს ძღოლებს, აგრეთვე როცა არის გადასასვლელი ფეხით მოსიარულეებისთვის, ზოგჯერ მძღოლები არ გვითმობენ გზას და ესეც პრობლემას ქმნის. ძალიან ბევრი დარღვევებია მოკლედ. აი ახლა ერთი მანქანა გააჩერებს, მეორე იქით გადასვლელი უკვე აღარ აჩერებს. და ირგობა მოქალაქეებიც და იყო შემთხვევა, როდესაც მანქანამ დაარტყა ჯერი გოგონასა და ძალიან ცუდად იყო და წაიყვანეს. რუსთავში მაგალითად ხშირად არ არის. აქ გადავდივართ ყოველთვის გვითხოვენ გზას. ფეხით მოსიარულეებმა არ მაგადავიდნენ, სადაც გადასასვლელი არ არის. ერთი შეხედვით პრობლემიდან გამოსავალი გზებზე სიჩქარის კონტროლის გამკაცრება და ქვეითა გადასასვლელების მოწყობაა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, წესები მაშინაც ირღვევა, როდესაც ქალაქში მსგავსი ინფრასტრუქტურა უკვე არსებობს. რუსთავის შემოსასვლელში ამ ტერიტორიაზე ერთი მიწისქვეშა და ერთი ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელია, თუმცა მსგავსი სურათის ნახვა აქ საშუალოდ ყოველ 5 წუთში ერთხელ შეგიძლიათ. ეს კი შარტავას გამზირია, სადაც ხმოვანი შუქნიშანია განთავსებული. მძღოლები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში კანონს სწორედ ფეხით მოსიარულეები არღვევენ.
ჩვენ ვიცით რომ გადასასვლელია 84 გზას, მაგრამ აი 5 ნაბიჯის გადადგმა ეზარება თუ რა ვიცი, მაინც და მაინც გვერდზე უნდა გადავიდნენ, წილნა ჩაგიჭრან და ну საფრთხე საქმეა რა თქმა უნდა. თავის თავსაც უქმნიან მძღოლებსაც. მე რომ რაღაცა იყოს დანაშაული ზღოსა და დანაშაულები. თვითონ ფეხით მოსულმა უნდა განიცადო რომ გადავიდონ იქ სასაჭირო არის. სამწუხაროდ ძალიან ხშირად არღვევენ მოქალაქეები საგზაო წესებს და მძღოლებს საფრთხეს უქმნიან და ქმნიან საავარიო მდგომარეობას, რაც რა თქმა უნდა ყველასთვის აზიანოა. გზებზე უსაფრთხოება განვითარებადი ქვეყნების უდიდესი პრობლემაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციების მონაცემებით, საგზაო შემთხვევების მონაწილეთა შორის მსოფლიოში წელიწადში 200,000-ზე მეტი შემთხვევა სწორედ ფეხით მოსიარულეებზე მოდის. ამერიკული ტელევიზიის თანამშრომლების ვიზიტი ქვემო ქართლის ტელერადიო კომპანიაში გრძელდება. არხის თანამშრომლებს დღეს ტრენინგები ტექნიკურ საკითხებზე ჩაუტარდათ. მათ ინფორმაცია მიიღეს სტუდიური განათების შერჩევის სპეციფიკაზე და პრაქტიკულად შეეცადნენ არსებული რესურსით მაქსიმალური შედეგი ეჩვენებინათ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ არის დაფინანსებული და საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად. დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. დილიდან დავიწყეთ საინფორმაციო გამოშვების განხილვა და ჩვენს კოლეგებს რეკომენდაციები გავუწიეთ გარკვეულ საკითხებზე. დღის მეორე ნახევარი კი დავუთმეთ განათების განაწილების საკითხს. შედეგი ძალიან კმაყოფილი ვარ. გუნდი მაქსიმალურად ცდილობს იყოს ჩართული და აითვისოს ყველა დეტალი. დღევანდელი ტრეინინგი საკმაოდ ნაყოფიერი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ტრეინინგი შეეხო სტუდიურ განათებას, არსებული განათების სწორად გადანაწილებაში დაგვეხმარნენ, რაც ჩვენ გაგვაჩნია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. დღეს ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ამერიკელი სტუმრები რუსთავის ისტორიულ მუზეუმს ესტუმრნენ. უცხოური ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა მუზეუმში დაცული ექსპონატები დაათვალიერეს და ქალაქის არქეოლოგიურ ასევე ეთნოგრაფიულ მასალებს გაეცნენ. მართალია მუზეუმი არც ისე მრავალფეროვანია, როგორც სხვა უფრო დიდი მუზეუმები, თუმცა აქ წარმოდგენილი ექსპონატები საინტერესოა. გავეცანი ისტორიულ და არქეოლოგიურ მასალას, რისი მეშვეობითაც ინფორმაცია მივიღე ქალაქის შესახებ. საქართველოში რამდენიმე ქალაქი მაქვს ნანახი და ყველას ისტორიით ვინტერესდები. ამჯერად რუსთავის ისტორიას გავეცანი. საკმაოდ საინტერესოა. ისტორია ქალაქში არსებული ქარხნისა და იმის შესახებაა, თუ რა როლი ითამაშა ამ ქალაქმა საბჭოთა კავშირის არსებობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილიამ მეორემ აღავლინა. ტაძარში პრემიერთან ერთად მინისტრთა კაბინეტის წევრები იმყოფებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოსეორის საწუნელ ბაზას ესტუმრა და კურსანტებს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ახალწეულებს გაესაუბრა და მათ საცხოვრებელ და საწვრთნელ პირობებს ადგილზე გაეცნო. ქვეყნის პირველმა პირმა ცენტრის სამლოცველო სვეტიცხოვლის ხატი უსახსოვრა. პირველ რიგში მინდა ყველას მოულოცოს სვეტიცხოვლობა, მოგილოცოთ და გისურვოთ ბედნიერება, დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ყველას. ჩვენ დღეს მოვედით ოსიაურის საწვრთნელ ცენტრში და წვევამდერებთან ერთად ვიზეიმეთ ეს დღე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული პირი იოსებ გიორხელიძის გატაცების ფაქტთან დაკავშირებით დაკითხეს. დაკითხულია ყოფილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს სამართალმცველებმა 299,000-ზე მეტი ამერიკული დოლარი ამოიღეს. ასევე ამოღებულია საბრძოლო მასალა და მარიხუანა. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. რუსთავის სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი ხალიბის სიღნაღში გაემგზავრება მოცეკვავები მონაწილეობას ღვინის ფესტივალში მიიღებენ. ფესტივალი ტრადიციულად 25 ოქტომბერს აღენიშნება და მასში მონაწილეობას ანსამბლი ხალიბი უკვე მეორედ იღებს. წელს ქორეოგრაფიული ანსამბლი მაყურებლის წინაშე 2 ნომრით აფხაზური და მოხეური ცეკვებით წარსდგებიან. ანსამბლი წარსდგება 2 ცეკვით, აფხაზური და მოხეური ცეკვით. მეორედ ვიღებთ უკვე ამ ფესტივალზე მონაწილეობას. არის ძალიან ლამაზი დღე, ძალიან ღირსშესანიშნავი დღე ქიზიყის მხრისთვის.
გადაკარგულები ახალი ქართული ფილმი კინომოყვარულებისთვის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე რეჟისორმა ბესო თურაზაშვილმა იმუშავა. ფსიქოლოგიური დრამა მაგიური ელემენტებით კინო ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ახლა კი სპორტის სიახლეებს გავეცნოთ. ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. შეჯიბრი 1999-2019 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის შედგა. ტურნირში პირველობისთვის 10 წონით კატეგორიაში 400-მდე ძიუდოისტი იბრძოდა. ჩემპიონატზე რუსთავიდან მონაწილეობა 4 სპორტსმენმა მიიღო. ორმა მათგანმა კი საპრიზო ადგილებზე გასვლა მოახერხა. ოქროს медаლი 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლევან სარდალაშვილმა მოიპოვა. 4 მონაწილეებიდან ერთი ყავს ჩემპიონი, ერთი პრიზიორი. ჩემპიონი გაგვიხდა 36 კილოში ლევანი სარდალაშვილი, ხოლო მესამე ადგილი აიღო 50 კილოში გურამ კარანაძე. 36 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიჭდავე, 5 შეხვედრა, 4 ადვილად მოვიგე და მეხუთე გამიჭირდა. რუსთაველმა მოცურავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გვატემალაში გაიმართა, ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. თეონა ბოსტაშვილმა და აკაკი ვაშაკიძემ როგორც ბიატლში, ასევე ტრიატლში ასპარეზეს და საკუთარი შედეგები გააუმჯობესეს. მსოფლიო პირველობა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. რუსთაველები ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფებოდნენ. გუნდი სამშობლოში ხვალ დაბრუნდება. პირდაპირ ეთერს საერთაშორისო ამბებით ვაგრძელებთ. უკრაინის უმაღლეს რადას სანაქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მომიტინგეები უკრაინის რადას შენობაში შეჭრას შეეცადნენ. მომიტინგეების სამართალდამცველებს ჯოხებს ურტყავენ, სამართალდამცველები კი დემონსტრანტებს რეზინის ხელკეტებით იგერიებენ. გავრცელებული ინფორმაციით აქციის მონაწილეები რადასგან უკრაინის მეამბოხეთა არმიის აღიარებას ითხოვენ. გერმანიაში ებოლათი ინფიცირებული გაეროს თანამშრომელი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით დასავლეთ აფრიკაში ებოლას ვირუს მარტიდან მოყოლებული 4000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტი ადამიანი ლიბერიაში დაიღუპა. ესპანეთისგან გამოყოფის თაობაზე კატალონიაში 9 ნოემბერს დაგეგმილი რეფერენდუმი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ავტონომიური ოლქის მმართველმა განაცხადა. არტურ მარსის განცხადებით რეფერენდუმის ჩატარება ლეგიტიმური უფლებების არ ქონის გამო შეუძლებელია. თუმცა ავტონომიის ლიდერი მოსახლეობას პირდება, რომ გამოკითხვის ჩატარების ალტერნატიულ ვარიანტს შესთავაზებს. ახლა კი ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი, თეთრიწყარში +17 გრადუსი იქნება, დღე ღამით +8 გრადუსი. ყწანში +15 დღისით ღამით 8 გრადუსი, ბოლნისში +21 დღისით ღამით 11 გრადუსი. გარდაბაში +22 იქნება, დღისით ღამით 11 გრადუსი, თბილისში +22 დღისით ღამით 11 გრადუსი. გარდაბაში +11 გრადუსი იქნება, დღისით ღამით +11, რუსთავში კი +12 გრადუსი, დღისით ღამით 11 გრადუსი. ქრონიკა წყლის ნახევარზე ამ ინფორმაციებით დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.